მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვიდეო ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ ასტროლოგიური გამოთვლა ქორწინებრივ თავსებადობაზე ან ბიზნეს თავსებადობაზე. ეხლა შევეცდები გაგაცნოთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ამ სექციაში ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ამისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ხელოვნური ინტელექტი ფოკუსირებული წინასწარმეტყველებაზე და მკითხაობაზე და ზემო მენიუში დავაჭიროთ ხილაკს სახეობები და გადახვიდეთ მკითხაობის სახეობების გვერდზე. აქ მოვძებნოთ სექცია, რომელსაც ხატულას ქვემოთ აწერია ასტროლოგია, ჰოროსკოპი და დავაწყაპნოთ ამ სექციის ბოქსზე, რომელიც გადაგვიყვანს შესაბამის ასტროლოგიის გვერდზე. აქ ამ გვერდზე უპირველეს ყოვლისა შეამოწმეთ, რომ თქვენ დაყენებული გაქვთ ქართული ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ინფორმაციას მიიღებთ სხვა ენაზე. ეხლა კი შევუდგეთ დღევანდელი თემის განხორციელებას. ამ გვერდზე უნდა დავაწყაპუნოთ ჩამოსაშლელ მენიუს, რომელიც შედგება შემდეგი სექციებისგან: ასტროლოგიური პროგნოზი, პირადი ჰოროსკოპი და ასტროლოგიური თავსებადობა. ასტროლოგიური პროგნოზის ვიდეო ინსტრუქცია უკვე გაკეთებული გვაქვს და ვისაც არ უნახია შეუძლია ჩვენს Facebook გვერდზე ნახოს და გაეცნოს. დღევანდელი ჩვენი თემა ასტროლოგიური ქორწინებრივი თავსებადობა. შესაბამისად, უნდა ამოვირჩიოთ ასტროლოგიური თავსებადობა და დავაჭიროთ მას. ამის შემდეგ კი ჩვენს გვერდზე არ ისახება ახალი ველები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევავსოთ. უპირველეს ყოვლისა ავირჩიოთ ქორწინებრივი თავსებადობა და დავაწყაპუნოთ მასზე. თავსებადობა უკვე არჩეული გვაქვს, ეხლა კი უნდა მიუთითოთ სქესი, ვიზზე გვაინტერესებს ქორწინებრივი თავსებადობის გამოთვლა, მამაკაცზე თუ ქალზე. ჩვენ შემთხვევაში ვირჩევთ მამრობით სქესს. მიუთითებთ და ეხლა ყველაზე მთავარი, უნდა შევავსოთ ველები დაბადების თარიღი. დაბადების დრო. შეგვიძლია მიახლოებით მიუთითოთ თუ არ ვიცით. და აუცილებლად ჩასაწერია დაბადების ქალაქი და ქვეყანა. ესენი უნდა ჩავწეროთ ლატინური ასოებით, უმჯობესია. როცა ყველა ველს შევავსებთ, შეგვიძლია დავაჭიროთ ღილაკს თავსებადობის გამოთვლა და დაველოდოთ. მოგვიწევს ცოტა ლოდინი, რადგან ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება დრო იმისათვის, რომ ამოიღოს ბაზიდან თქვენი ინფორმაცია და შეადაროს თქვენი პოტენციურ პარტნიორის ინფორმაციას, გაანალიზოს და მოგვაწოდოს საბოლოო ასტროლოგიური თავსებადობის შედეგი. მე სპეციალურად არ ვამოკლებ ვიდეოს, რადგან მინდა რომ გქონდეთ წარმოდგენა, რამდენი ხანი დასჭირდება ამის გამოთვლას. არ გადახვიდეთ სხვა გვერდზე, არ დატოვოთ საიტი, რადგან ამან შეიძლება პროცესის შეწყვეტა გამოიწვიოს. და აი ისიც, ინფორმაცია მიღებულია და შეგვიძლია გავეცნოთ მას აქ, ან დავხუროთ ეს ინფორმაცია და გავეცნოთ მას ჩვენი ისტორიის გვერდზე. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რადგან თუ არ დავაჭერთ ქვემოთ განთავსებულ ღილაკს დახურვა და ისტორიის ნახვას, მაშინ ეს გვერდი დაგხვდება ყოველთვის, როცა კი შემოვალთ ასტროლოგიის გვერდზე. იმისათვის, რომ მომავალშიც შევძლოთ ამ სექციაში ახალი პროგნოზების და წინასწარმეტყველების მიღება, ეს გვერდი დასახურია და ინფორმაცია გადასატანია ისტორიის გვერდზე. ამისათვის დავაჭიროთ ამ ღილაკს და ჩვენი თავსებადობაც დაიხურება. როგორც გითხავით, ამ და სხვა მკითხაობის თუ ასტროლოგიური პროგნოზების ნახვას შევძლებთ ჩვენი ისტორიის გვერდზე, რომელიც შენახული იქნება სანამ ჩვენი აკაუნთი იარსებებს. ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ და გავეცნოთ მას, როცა კი მოგვინდება. ამისათვის გავხსნათ მარჯვენა გამოსასრიალებელი მენიუ, ვიპოვოთ ღილაკი ისტორია, დავაწყაპუნოთ და გადავიდეთ ისტორიის გვერდზე.
აქ კი დავაჭიროთ ასტროლოგია ჰოროსკოპის ბოქს და ამოვირჩიოთ ბოლო წინასწარმეტყველება, რომელიც თარიღის მიხედვითაა განლაგებული და გავეცნოთ ნებისმიერ დროს. იხილეთ ვიდეო და გაიგებთ ყველაფერს მარტივად. ეხლა კი რაც შეეხება ბიზნეს თავსებადობას. ბიზნეს თავსებადობის გამოსათვლელად საჭიროა გადავიდეთ ასტროლოგია ჰოროსკოპის გვერდზე და ჩამოსაშლელ მენიუში ავირჩიოთ ასტროლოგიური თავსებადობა. და ჩვენს წინაშე ისევ გამოჩნდება თავსებადობის შესავსები გვერდი. აქ უკვე ვირჩევთ არა ქორწინებრივ თავსებადობას, არამედ დავაწყაპუნებთ ბიზნეს თავსებადობაზე. და შესაბამისად უნდა მიუთითოთ თქვენი ბიზნეს პარტნიორის სქესი, დაბადების თარიღი, დრო, ქალაქი და ქვეყანა. ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ ქორწინებრივი თავსებადობის დროს. შემდეგ კი ვაჭერთ ღილაკს ასტროლოგიური გამოთვლა და ველოდებით პასუხს ხელოვნური ინტელექტისგან. სულ ეს არის, რისი ჩვენებაც მინდოდა ამ ვიდეო ინსტრუქციით. ვფიქრობ, გასაგებად ახსენი ყველაფერი. ეხლა კი დაგემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის. ადევნეთ თვალი ჩვენს Facebook გვერდს, სადაც განვათავსებთ ახალ ვიდეო ინსტრუქციებს ჩვენი სერვისების შესახებ. წარმატებებს გისურვებთ.